ამ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაკავებულები არიან რეკეტით, შავ ბაზარზე ვაჭრობით, იარაღითა და ნარკოტიკული საშუალებებით. თუმცა ამავდროულად ისე იქცევიან, თითქოს სამურაის ღირებულებების მატარებლები არიან. მოგესალმებით ყველას. მე ირაკლი ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იაკუძას ისტორიაზე. Როგორც ხედავთ, ვიმყოფები მაფიის გადასაღებ სივრცეში, მირიან მეფის 31-ში, სადაც ალბათ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშს, მაფიას თამაშობენ. მოგზანდით ამ სივრცეში მეგობრებთან ერთად და შეეჯიბრეთ ერთმანეთს იაკუძასა და მაფიის დაპირისპირებაში. ვიდეოს მაფიის შესახებ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, მისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან დიდი მადლობა G2G-ს, რომელმაც მომცა საშუალება, რომ ამ არაჩვეულებრივ სივრცეში ჩამეწერა დღევანდელი ვიდეო. მოკლედ, კაი, დავიწყოთ იაკუძაზე საუბარი. მეომრების ღირსების კოდექსიდან ბანდიტებმა ერთადერთი რამ, რაც შეინარჩუნეს, ბატონის გამო თავგანწირვისთვის მზადყოფნა და მისი ბრძანების სისრულეში მოყვანის უნარია. ბოსის ბრძანების გამო იაპონელ ბანდიტებს, იგივე იაკუძას, შეუძლიათ საკუთარ თავსაც კი მიაყენონ ზიანი. ნახევარზე მეც თითებიც კი არ აქვს. თავიანთი ისტორიის დასაწყისში იაკუძა ითვლებოდა საზოგადოების ბინძურ, მიუღებელ და გარიყულ ნაწილად. მაგრამ დროსთან ერთად იგი გარდაიქმნა დიდ კორპორაციად, რომელიც განაგებს იაპონიის დიდი ნაწილის ფინანსებს, ეკონომიკას და პოლიტიკასაც კი. უცნაურია, მაგრამ კრიმინალურ სინდიკატს თავრობაც კი მიმართავდა ხოლმე ექსტრემალურ სიტუაციებში. მაგრამ როგორ მივიდა იაკუძას სინდიკატი ამ ხელა გავლენამ? რატომ აწყობდა სახელმწიფოს მათთან კომუნიკაცია? მართალია თუ არა, რომ იაპონური პოლიცია ფაქტობრივად არ ეხება იაკუძას? ეს სწორედ ის საკითხებია, რომელსაც დღევანდელ ვიდეოში შევეხებით. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და მისი გაზიარება. მოკლედ, მოიმარაგეთ პოპკორნი, ვიწყებთ. მე-17 საუკუნემდე იაპონია საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა. იგი დანაწევრებული იყო და ხშირი იყო სამოქალაქო ომები. ყველაფერი კი შეიცვალა მაშინ, როცა ხელისუფლებაში ნიჭიერი მთავარსარდალი ტოკუგავა იეიასუ მოვიდა, რომელმაც სახელმწიფო გააერთიანა და აჯანყებებიც დაამთავრა. მეომარი სამურაები, რომლებიც ფეოდალებს ემსახურებოდნენ და ახალი მთავრობის წინააღმდეგი იყვნენ, დარჩნენ მფარველების გარეშე. რის შემდეგაც ზოგიერთმა მათგანმა ქურდობას მიიღო ხელი. ზოგმა დიდგვაროვნების დაცვაში დაიწყო მუშაობა. ზოგიერთი სამურაი კი ვაჭრობით დაკავდა და თან არ ერიდებოდა აშკარად აღლითობას. მე-18 საუკუნეში ყოფილი სამურაების, ახლა კი ვაჭრების გავლენა გაიზარდა. დროსთან ერთად ის ტერიტორია, რომელზეც ისინი ვაჭრობდნენ, მათი გახდა და ხანდახან უწევდათ საკუთარი ტერიტორიების დაცვა და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ყოფილი მეომრები იყვნენ, ეს მარტივად გამოსდიოდათ. ხანდახან ამ ვაჭრების დაჯგუფებას, რომელსაც ტეკიას ეძახდნენ, დახმარების სათხოვნელად ხელისუფლებას მიმართავდა. დახმარებაში კი ის იგულისხმებოდა, რომ მათ უნდა დაეცვათ მოქალაქეებიც და დიდგვაროვნებიც, სხვადასხვა საქალაქო ფესტივალის დროს. ამის ხარჯზე ვაჭრებად ქცეულ სამურაებს ჰქონდათ გვარის ქონის და კატანის ტარების უფლება. აი, ქურდებად ქცეულ სამურაებს კი ცოტა განსხვავებული გზის გავლა მოუწიათ. მე-18 საუკუნის ბოლოს უმეტესობა მათგანი გახდა ეგრეთ წოდებული სათამაშო სახლის, ანუ კაზინოს მფლობელი. პროფესიონალი მოთამაშეების დაჯგუფებას ბაკუტო ეწოდება. არსებობს მოსაზრება, რომ სახელი იაკუძა საკმაოდ ცნობილი ბანკოს თამაშის ციფრების კომბინაციიდან მოდის. საუბარი მაქვს 8-ზე, 9-ზე და 3-ზე, რაც ჯამში 20 უდრის. აი 20 კი თავის მხრივ ბანკოს თამაში ნულდება და იგი აღინიშნება როგორც იაკუძა. იაკუძა იაპონურად უსარგებლო კომბინაციას ან უსარგებლო ნივთს, შემდგომში კი უსარგებლო ადამიანს ნიშნავდა. დროსთან ერთად ეს დასახელება მოთამაშედ გადაქცეულ მეომრებთან ასოცირდებოდა. შემდგომში კი კრიმინალური დაჯგუფების სახელად გარდაიქმნა. კრიმინალური სინდიკატის გავლენის ზრდა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩა ხელისუფლებისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეეძლოთ რეპრესიული მეთოდები აერჩიათ, მათ საბოლოო ჯამში არჩიეს იაკუძასთან თანამშრომლობა. ისტორიაში შემორჩენილი პირველი იაკუძა, ბანჯუინ ჩობეი, ოდესღაც სამურაი იყო. თუმცა მან კატანა სათამაშო ბანკოში გაცვალა და საკუთარი სათამაშო სახლი, იგივე კაზინო გახსნა. ხელის სიმარჯვე მას ეხმარებოდა მომხმარებლების მოტყუებაში და შესაბამისად ის მალევე გამდიდრდა. ერთხელაც მასთან თამაში მმართველი ელიტის წარმომადგენლებს მოუნდათ და როცა შეამჩნიეს მისი ოსტატობა, შესთავაზეს სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმეებში ჩართვა.
ბანჯუინ ჩოუბეის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უნდა შეეგროვებინა მუშები, რომლებიც მოაპირკეთებდნენ შენობებს და გარდა ამისა გზებს. სხვათა შორის პირველ იაკუძას საკმაოდ საინტერესო გეგმა ჰქონდა. ძალიან ბევრ ადამიანს მასთან ვალი ჰქონდა და იმისთვის რომ ეს ვალი ამოიღო, იგი უბრალოდ ასეთ ადამიანებს გზავნიდა მშენებლობაზე. შესაბამისად, ბანჯუინ ჩოუბეი კმაყოფილი იყო, ხელისუფლებაც კმაყოფილი იყო. ხოლო მევალეები არ იყვნენ კმაყოფილები, იმიტომ რომ პროცენტი საკმაოდ მაღალი იყო. სახელმწიფოსა და იაკუძას თანამშრომლობა წლობით გაგრძელდა. დროსთან ერთად, ხელისუფლებამ იაკუძას დაჯგუფების წევრებს ფაქტობრივად პოლიციელების ფუნქცია შემატა იმ რაიონებში, სადაც მათ სათამაშო სახლი ჰქონდათ გახსნილი. ასე ნელ-ნელა იაკუძამ სხვადასხვა ტერიტორიის ათვისება და გავლენების გაფართოება დაიწყო. ისინი მოქალაქეებს იცავდნენ და საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებას მათ გაკონტროლებაში ეხმარებოდნენ. არ ვიცი რამდენად გაგიკვირდებათ, მაგრამ მსგავსი რამ ზოგიერთ რეგიონში დღემდე ხდება. გუშინ კავაგუჩიში ვიყავით. იქ ახლა ბევრი ჩინელია და ისინი ერთმანეთს ეომებიან. მოქალაქეები კი ამ გარჩევის მსხვერპლი ხდებიან. ჩვენ ამ ჩინელებს ვაგდებთ ტერიტორიიდან. თავიდან შვიდად უხსნით, მაგრამ თუ ჩვენი არ ესმით, მერე მათ ბოსებს ხვდებით და მათთან ვლაპარაკობთ. ერთი სიტყვით, იაპონიის ხელისუფლებასა და იაკუძას შორის ურთიერთობა საკმაოდ მარტივად იყო აგებული. დაჯგუფების წევრები კონკურენტი დაჯგუფების შესახებ აძლევდნენ ინფორმაციას პოლიციელებს. ისინი კი თავის მხრივ გახსნილი საქმეების რაოდენობას ზრდიდნენ. ჩამშვები იაკუძას წევრები იღებდნენ თავისუფლებას თავიანთი ბინძური საქმეების გასაკეთებლად. იაკუძას გავლენა იაპონიის ინდუსტრიალიზაციის, ეგრეთ წოდებული მეიძის რეფორმის პერიოდში მე-19 საუკუნიდან იზრდებოდა. განგსტერებმა ისარგებლეს სიტუაციით და მათ დაიწყეს სამშენებლო და სავაჭრო სისტემის კონტროლი. ხოლო იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, ბუნებრივია მათ შორის იაპონიაც, იაკუძამ ხელი მოითბო და ამ პერიოდში მათ ბევრად უფრო დიდი ფულის შოვნა დაიწყეს. ამ პერიოდში ხელისუფლებას აღელვებული და უმუშევრად დარჩენილი ხალხის წინააღმდეგ მოუწია აღმოჩენა. იმისთვის რომ ქვეყანაში არეულობა არ დაწყებულიყო, იმპერატორმა ხიროხიტამ მაქსიმალური შრომა ჩადო ქვეყნის სამხედრო გაძლიერებაში. მან მოადუნა ყურადღება იაკუძას დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ბორდელების, კინოთეატრებისა და სათამაშო სახლების მიმართ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით იმის გამო მოხდა, რომ ბანდიტები იმპერატორს ეხმარებოდნენ აჯანყებულების წინააღმდეგ დაპირისპირებაში, როგორც 30-იან წლებში, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროსაც. უფრო მეტიც, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგაც კი. ომის შემდეგ იაკუძას გავლენა შემცირდა. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ მათგანს სამხედრო საქმეებში მოუწია ჩართვა და შესაბამისად ომის პერიოდში უმეტესობა მათგანი გარდაიცვალა. მაგრამ 40-იანი წლების მეორე ნახევარში, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ადგილები უკვე ფაქტობრივად აღარ იყო, ახალგაზრდებს მოუწიათ იაკუძას რიგითი წევრები გამხდარიყვნენ. შესაბამისად, ასე და ამგვარად იაკუძამ ისევ და ისევ დაიწყო ძალის მოკრება. 1958 წლიდან 1963 წლის ჩათვლით იაკუძას დაჯგუფების წევრთა რაოდენობა დაახლოებით 70,000 ადამიანიდან 185,000 ადამიანამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტო ტემპად ითვლებოდა. იაპონიაში აყვავდა ქურდობა, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა. შავი ბაზარი გააქტიურდა. სუტინიორებისა და სათამაშო სახლების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა. ბაკუტოსა და ტეკიას გარდა ქვეყანაში ორგანიზებული დამნაშავეების მესამე ტიპიც გამოჩნდა, რომლებიც საკუთარ თავს გურენტაის ეძახდნენ. ამ დაჯგუფების წევრებმა საკუთარ თავზე ბორდელების ზედამხედველობა აიღეს. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ომის შემდეგ საზოგადოებაში სოციალისტური განწყობა გაჩნდა. რევოლუციის შიშის გამო მმართველმა პარტიამ ისევ იაკუძასთან გადაწყვიტა თანამშრომლობა. 60-იან წლებში სწორედ იაკუძას წევრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც არბევდნენ იმ ხალხს, ვინც გამოდიოდა ანტიამერიკული ან სოციალისტური ლოზუნგებით. ასე და ამგვარად იაკუძას გავლენა იმდენად გაიზარდა, რომ დროსთან ერთად მათ შეძლეს და თავიანთი წევრები პარლამენტშიც კი შეიყვანეს. სხვა მაფიოზური თუ ზოგადად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებისგან განსხვავებით, იაკუძა ფაქტობრივად არ იმალებოდა. ისინი იმით სიქმნიდნენ, რომ ლეგალურად შეულობდნენ ფულს, ხსნიდნენ ბარებსა და კაფეებს, კლუბებს, რესტორნებს, სამშენებლო კომპანიებს და სხვა დაწესებულებებს. ზოგიერთი კლანი კი ისე რეგისტრირდებოდა როგორც პოლიტიკური ასოციაცია ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კრიმინალურ სინდიკატს ისიც უწყობდა ხელს, რომ ისინი აკონტროლებდნენ მედია საშუალებებს. ამის შედეგად იაკუძა იაპონიის ისტორიისა და კულტურის განუყრელი ნაწილი გახდა. მათ მიმართ დაინტერესება კი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც დიდია.
მოდით ახლა კარგად გავიცნოთ კლანის სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება სულაც არ იყვნენ ერთმანეთის სისხლით ნათესავები, ისინი ერთმანეთს მაინც ოჯახის წევრებს ეძახიან, ზუსტად ისე, როგორც ამას სიცილიური მაფიის წარმომადგენლები აკეთებენ. ოჯახის მამა, იგივე ოიაბუნი, წარმოადგენს კლანის ბოსს. იგი ანაწილებს პასუხისმგებლობებსა და დავალებებს კლანის სხვა წევრებს შორის, განაგებს ფინანსებს და შესაბამისად პასუხისმგებელია კლანის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაზე. ამასთან ერთად, იგი ვალდებულია, რომ დაიცვას ოჯახის წევრები. მისი შვილები, ანუ კაბუნები, თავის მხრივ ვალდებულები არიან, რომ შეასრულონ მამის ბრძანება. თუ ოიაბუნი საფრთხეშია, კაბუნი ვალდებულია, რომ დაიცვას იგი საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. კლანში გაწევრიანება შესაძლებელია საკაძუკის რიტუალის შესრულების შემდეგ. ეს ნივთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილის გაჩენის შემდეგ. ეს არასდროს არავისთვის მიჩვენებია. მოკლედ, ოიაბუნი სვამს ამ ჭურჭლიდან საკეს, შემდეგ მე ვიღებ იგივე ჭურჭელს, ასე ვასუფთავებ, ვდებ ფიცს და ვინახავ გულთან ახლოს. ფიცის დადების შემდეგ რიგითი შეიძლება გახდეს კაბუნი, ანუ ოჯახის სრულფასოვანი წევრი. იაკუძას წარმომადგენლების თქმით, ამ ფიცის დადების შემდეგ ისინი ფაქტობრივად მეორედ იბადებიან და იგი გაიგივებულია რელიგიურ რიტუალთან. ასეთივე სერიოზულობით უყურებენ იაკუძას წევრები მეორე რიტუალს, რომლის სახელიც იუბიცუმეა. თუ კი ბანდის წევრის შეცდომას დაუშვებს, ვერ შეასრულებს ოიაბუნის ბრძანებას, ან სულაც დაარღვევს პირობას, მას უწევს თითის მოჭრა. თითის მოჭრის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველი კლანების დროს გაჩნდა და ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ფალანგა მოჭრილი, ფალანგის გარეშე მყოფი სამურაი ვერ ახერხებდა და სრულფასოვნად ვერ იყენებდა კატანას და შესაბამისად იგი უფრო მეტად იყო დამოკიდებული თავის ოჯახზე და ოიაბუნზე. მაგრამ აქ არ დავივიწყოთ ერთი რამ. თითის მოჭრის ტრადიცია თუ კი ფიქრობთ, რომ სისასტიკის უმაღლესი გამოვლენა ცდებით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ კი ოჯახის რომელიმე წევრი არ ღვევს პირობას, ღალატობს კლანს, ან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, იგი სიკვდილით ისჯება. კლანის წევრების ცნობა არა მხოლოდ მოჭრილი თითებით, არამედ სვირინგებითაც შეგიძლიათ. ხშირ შემთხვევაში ისინი თავიდან ფეხებამდე მოხატულები არიან. თუმცა სხვადასხვა დეტალთან ერთად, სვირინგებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ოიაბუნის სახელი ამ კერძზე. სვირინგების კულტურა იაპონიაში მე-7 საუკუნეში გაჩნდა. ამ პერიოდში მათ ძალით ახატავდნენ დამნაშავეებს, თუმცა მოგვიანებით იაკუძას კლანის წევრები თავად იხატავდნენ სხეულს. ამით ისინი ხაზს უსვამდნენ თავიანთ გამძლეობას, რადგან, როგორც ხვდებით, შესაბამისი აპარატურა იმ პერიოდში არ არსებობდა და ნახატების სხეულზე დატანა რამდენიმე ათეულობით გაერთიანებული ნემსის წვერის მქონე ინსტრუმენტებითა და ბევრად უფრო მტკივნეული მეთოდებით ხდებოდა. და მაინც, მიუხედავად მანამდე ჩამოთვლილი სისასტიკისა, მიუხედავად მათი კრიმინალური ცხოვრების სტილისა, როგორ მოახერხა და როგორ შეძლო იაკუძამ ისეთი რეპუტაციის დამკვიდრება, თითქოს ისინი ხალხის დამცველები არიან. საქმე ისაა, რომ იაკუძას დაუწერელი ღირსების კოდექსი აქვს, რომელიც სამურაებისგან გადმოიღეს. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში იაპონური კრიმინალური სინდიკატის ლიდერმა, კაძუო ტაოკამ, იაკუძას საქმიანობის პრინციპები ჩამოაყალიბა. ერთ-ერთი წესის მიხედვით, კლანის წევრები ვალდებულები არიან, რომ დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები არეულობისა თუ რეკეტებისაგან. ამას გარდა, ნამდვილი იაკუძა მზად უნდა იყოს, რომ დაიცვას სუსტი ადამიანი მჩაგვრელისგან. თუ მას დაიჭერენ, უნდა გაუძლოს წამებას და არ გათქვას ოჯახის საიდუმლოებები. საჭიროების შემთხვევაში გაუძლოს შიმშილს და წყურვილს. კიდევ ერთი პრინციპის თანახმად, იაკუძას კოდექსის მიხედვით, ისინი ორგანიზებულები უნდა იყვნენ და არ უნდა დაეცნენ ქუჩაში მყოფი კრიმინალების დონეზე. არ უნდა მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალებები და არ უნდა გაეკარონ აზარტულ თამაშებს, რადგან ისინი წარმოადგენენ ოჯახს, კლანს და მის ღირსებას. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იაკუძას წევრები არ ყიდიან იარაღს, აკრძალულ ნივთიერებებს ან სულაც ადამიანებს. უმეტესობა მათგანი თავიანთივე კოდექსს ძალიან ხშირად არღვევს. იაპონურ მაფიას საკმაოდ კარგი მდგომარეობა ჰქონდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე, მაგრამ კრიმინალის მასშტაბი იმდენად გაიზარდა, რომ 1992 წელს იაპონიაში მათი საქმიანობის წინააღმდეგ კანონი მიიღეს. კანონის სახელწოდება ბოტაიხო იყო. ამ კანონის მიღების შემდეგ იაკუძას წევრებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა კრიმინალად ითვლებოდა.
ფირმებს, რომლებიც რამენაირად არიან მათ საქმიანობაში გარეულები, ართმევენ ლიცენზიებს. პოლიციელებს კი ანთავისუფლებენ, ან სულაც ციხეში სვამენ. მაგალითისთვის 2018 წელს ტოკიოს პოლიციის თანამშრომელმა სამსახური დაკარგა, რადგან მას უკვე ციხიდან განთავისუფლებულ დამნაშავესთან ჰქონდა რომანი. პრობლემა იაკუძას წევრებს არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ საზღვარგარეთაც ექნებათ. მიზეზი კი ისაა, რომ სვირინგების გამო ისინი ფაქტობრივად ვეღარ იმალებიან. მაგალითად 2018 წელს ტაილანდში დაიჭირეს ერთ-ერთი უდიდესი კლანის ბოსი, იამაგუტი გუმი, რომელიც მკვლელობის გამო გადაიხვეწა უცხოეთში და თითქმის 15 წელი იმალებოდა, მაგრამ ბოლოს სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოს გამო, რომელშიც მისი სვირინგი გამოჩნდა, მის ადგილსამყოფელს მიაგნეს. დღესდღეობით იაკუძას წევრები მართლაც რომ გარიყულები არიან. ისინი არ არიან და არ ითვლებიან საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და ისინი სულაც აღარ არიან ასოცირებულები ყოფილ მეომრებთან და სამურაებთან. მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ შვიდად იყვნენ. ისინი ვერ ახერხებენ და ვერ ერთვებიან სტანდარტულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საბანკო ბარათსაც კი ვერ ვაკეთებ. საკრედიტო ბარათიც არ მაქვს. არ შემიძლია რომ ვიქირავო სახლი. პოლიცია სულ გვაწუხებს. მათ შეუძლია ჩვენი დაჭერა ყველაზე მარტივი და ბანალური მიზეზის გამო. იაპონიის პოლიციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით 1960-იან წლებში კრიმინალური დაჯგუფების წევრების რაოდენობა 180,000 ადამიანს აღემატებოდა. აი 2022 წლისთვის მათი რაოდენობა 22,000-მდე შემცირდა. სირთულეები ბანდიდან გამოსვლის შემდეგაც ამთავრდება. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ მათგანს აქვს სვირინგი, ზოგიერთ მათგანს კი საერთოდ თითები არ აქვს. და შესაბამისად ისინი ვერ ახერხებენ სამუშაოს დაწყებას. მიუხედავად მათთან ბრძოლისა, იაკუძას კლანის წევრები დღემდე აქტიურად აპიარებენ თავიანთ სინდიკატს. სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროს ისინი ეხმარებიან დაზარალებულებს. მეტიც, ხშირად ისინი ამას სახელმწიფო სტრუქტურებზე უფრო კარგადაც კი აკეთებენ. 2011 წელს იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრის, შემდეგ ცუნამის და ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სწორედ იაკუძას კლანის წევრები იყვნენ ისინი, ვინც პრობლემის მოგვარებაში ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. როცა რომელიმე სამშენებლო კომპანიას დიდი რაოდენობით მუშახელი ჭირდება, უფროსობა იაკუძას ეხმიანება. ასე მოხდა ფუკუშიმას ტრაგედიის დროსაც. ხელისუფლება სადგურის უფროსობას დაუკავშირდა, ისინი ქვემდგომებს, ქვემდგომები კი იაკუძას, რადგან მათ არ ყოფნიდათ მუშახელი. ეს იაპონელი ჟურნალისტი ტომოხიკო სუძუკია, რომელიც ოდესღაც იაკუძას კლანში იყო ჩანერგილი და მშვენივრად იცის, რომ მსგავს დროს რეალურად არაუშუალოდ კლანის წევრები მიდიან სახელმწიფოს ან ხალხის დასახმარებლად, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც სინდიკატის ვალი აქვს. მოკლედ, იაკუძაზე, მათ ისტორიაზე, კლანებზე, გავლენებზე თუ დაპირისპირებებზე იმდენი ისტორია და იმდენი ისტორიული დოკუმენტი არსებობს, რომ არა 20 წუთიანი, არამედ რამდენიმე საათიანი ვიდეოს ჩაწერაც კი შეიძლება. თუმცა, დღეისთვის სულ ეს იყო. თხოვნა მექნება დაალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ იგი სოციალურ ქსელებში და გარდა ამისა, თუ კი არხს გამოიწერთ, მონიშნოთ აუცილებლად ზარის ღილაკი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა G2G-ს იმისთვის, რომ ეს არაჩვეულებრივი სივრცე დამითმო. შეგახსენებთ, ვიმყოფები მირიან მეფის 31 ნომერში, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ მეგობრებთან ერთად, ითამაშოთ ბილიარდი, ითამაშოთ მაფია, ან სულაც PlayStation-ი. აბა ჰეთ და აბა ჰოთ. Peace.